მარიკა თქვენ გქონდათ ასეთი მოწოდება, რომ შეაგროვოთ გინდათ ამ ადამიანების ნუსხა, დოსიე აღწეროთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რამდენად უხანგრძლივდებათ მათ ეს სიმპტომი, რამდენად უკავშირებენ ნოემბერ-დეკემბერში წყალში გარეული ნივთიერების შესხმას მათ ორგანიზმზე, იმ გართულებებს, რაც მათ შემდგომ გქონდათ. რა ეტაპზეა ეს საქმე და თინაც აღნიშნავდა, რომ მასობრიობა არის მნიშვნელოვანი ამ საკითხში, ათასობით ადამიანი დადიოდა აქციებზე მაშინ და ძალიან ბევრი ჩივილი გვესმოდა ირგვლივ, რაღაც ასეთის მოლოდინი ყველას ჰქონდა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი წყალი, BBC-ს გამოძიების შემდგომ ამას რაღაცნაირად სიცხადე შეემატა. რა ეტაპზე ეს მომართვიანობის საქმე თქვენდა? მოგესალმები, პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჩვენ ადგილი გქონდეს ოცნების მხრიდან, ანუ ქართული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების მხრიდან საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და ამ მხრივ ძალიან საგულისხმოა სწორედ დღევანდელი ბრიფინგი, თუნდაც ოცნების პრემიერ-მინისტრის, რომელმაც ფაქტობრივად დაადასტურა ერთი, რომ წყალში ნივთიერება ნამდვილად იყო გარეული და მეორე ის რომ კლასიფიკატორი კი იმ კოდის ქვეშ ზუსტად იმ კოდის კლასიფიკატორი დაადასტურა რომ ნამდვილად იყო გამოყენებული, თუმცა რომელი ნივთიერება იყო გამოყენებული, ამას თურმე გამოძიება დაადგეს. რომელი გამოძიება? ის საგამოძიებო ორგანო, რომელსაც თავად მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროს ან თუ კი სიძიებს ამ შემთხვევაში ან პროკურატურა გასაგებია ცოტა განსხვავებულია, მაგრამ თავად შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ხომ აქვს საგამოძიებო ფუნქციები და თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს, შესაძლო დანაშაულზე თვითონ აკეთებს, ასე ვთქვათ, გამოძიებას და შესაძლო შედეგებს. ან დღეს 14 წლიანი მმართველობის შემდგომ ვის ჯერა ოცნების გამოძიების რომელმა ორგანომაც არ უნდა გამოიძიოს ის, რომელი საქმე გვაქვს ნანახი გამოძიებული და რომელ საქმეზე დამდგარა რეალური შედეგი, დაწყებული ჩვეულებრივი რიგითი საქმეებით, სადაც ინტერესები არ არის დავცრულებული. სადაც სპეცრაზმელი თავის გახეთქვების პარალელურად ამდენი ნაცემი კადრი გვაქვს და ესე იგი ადამიანი ყავს. ჟურნალისტის თვითმკვლელობის მცდელობა ის იყო პირდაპირ თვითმკვლელობის მცდელობა, ხო, მაგას როდესაც თავს დაესხნენ, ის იყო მიზანმიმართული მოქმედება. ამდენი ტიტუშკა, ამდენი პირად ნომრებზე დარეკვა და ზარები და უხამსი შეურაცხყოფები თუ მუქარები და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ გამოძიება, მოდი შევთანხმდეთ და მე მგონი ხალხი ისედაც შეთანხმებული არიან, რომ ოცნების პირობებში გამოძიება არ არსებობს. საგამოძიებო ორგანო იტყვის იმას, რაც პროპაგანდაში ჭირდება და რაც პროპაგანდისტვის მიაწვდიან ესენი, ხო? ეხლა რაც შეეხება მასობრიობას, კი თინამ აღნიშნა, მასობრიობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ჩვენ ვიცით, რომ იმ პერიოდში აქციებზე დადიოდნენ 10,000-ობით მოქალაქე, თუ 100,000 არა. თუმცა იმ წინა ხაზზე, სადაც წყლის ჭავლის შესხმა ხდებოდა, არ იყვნენ ხო 10,000-ობით იყო გარკვეული რაოდენობა. მე გუშინ გამოვაქვეყნე ზუსტად ჩემს Facebook-ზე სტატია, კი არა და პოსტი და მოუწოდი ადამიანებს, რომ ვისაც აქვთ დაზიანებები მიღებული და ჯანმრთელობა გაუარესდათ სწორედ აღნიშნული მოვლენის შემდგომ და უკავშირებენ ამ მოვლენას გამომხმაურებოდნენ და ამ დროისთვის მე 40-მდე გამოხმაურება მაქვს და მინდა სამწუხაროდ გითხრა, რომ ერთმანეთზე უფრო მძიმე ისტორიები მაქვს. მე მოვისმინე ისტორიები, როგორ ადამიანებმა დაკარგეს მხედველობა, მხედველობასთან ერთად ნევროლოგიური პრობლემები რო დაერთო და დამოუკიდებლად გარეთ ვერ გადაადგილდებიან, როგორ მოხდა რომ ადამიანმა საერთოდ ყურის სმენადობა დაკარგა, ანევრიზმა გაუსკდა და ბედზე გადარჩა უბრალოდ, იმიტომ რომ ექიმმა დროზე მიუსწრო თუ რაღაც მოვლენები იყო, რომ გადარჩა უბრალოდ. ადამიანები ბევრი სხვათა შორის და არაერთი, რომელსაც ყურზე თიაქარი გაუჩნდა და ასე ვთქვათ, წნევებს ვერ ირეგულირებდა მთელი ამ ხნის განმავლობაში და როგორღაც მიაგნეს რა შეიძლებოდა ყოფილიყო და ასე შემდგომ ადამიანები, რომლებსაც ყოველდღიურად ცხვირიდან სისხლდენა აქვთ. დღემდე? კი, დღემდე აქვთ სისხლდენა. ეხლა დამერწმუნებით, ვინც ამ აქციებზე ვიყავით, ალბათ თქვენც იყავით მახსოვს მე, კი, რომ აი მე პირადად მაქვს თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, ეს სიმპტომები მაქვს, მაგრამ მე ვუკავშირებდი, რომ ეს სტრესული მოვლენებიდან გამომდინარე ადამიანები ვართ, სტრესი გავლენას ახდენს და ამას ვუკავშირებდი, იმიტომ რომ არ წარმომედგინა, რომ შეიძლებოდა მოვწამლულიყავი აქციაზე, ხო? შესაბამისად, ყველას გვექნება ეს მეტნაკლებად, მაგრამ ეხლა მე ვაგროვებ უკვე ისეთ მონაცემებს, რომლებიც ადამიანები
მედიკოსმა მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. აი მაგალითად ერთი შემთხვევა იყო ის დაავადება, რომელიც დაუდგინდა, მანამდე კვლევები ჰქონდა ჩატარებული და არ ჰქონდა და ამ შესხმის მერე გაუჩნდა სწორედ აი კუჭის ასე ვთქვათ თიაქარი მაგალითად საკლაპაო მილზე ყოველ გოგონა, რომელიც ძალიან რეგულარულად იტარებდა სამედიცინო შემოწმებებს, როგორც თვითონ აღწერს ამ პროცესს, იმიტომ რომ აქვს მძიმე დაავადება პარალელურად და შესაბამისად მისი გაუარესებული ეს მონაცემები მას ოპერაციას დასჭირდა, თვითონაც თქვა რომ გადაადგილების კოორდინაციის პრობლემა, მხედველობის პრობლემა გაუჩნდა, თვითონ მისი ექიმიც იყო გაკვირვებული ასეთი რადიკალური ცვლილებით ორგანიზმში და მან თქვა რომ BBC-ს ფილმს მე ვერც ვუყურეო, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცას პასუხი გაეცაო ეს. ბევრი ადამიანი რომელიც ამას უკავშირებს, თუმცა მინიმუმ ჩვენ ამ ადამიანებს მაინც სჭირდებათ პასუხი, ვინც ამას უკავშირებს საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესებას, რა იყო გარეული ამ წყალში. ერთი წელი გავიდა ამ წყალში და მეორე რატომ მოხდა მისი გამოყენება მოქალაქეების მიმართ, ხო? და გარდა ამისა, დღეს ამ ადამიანებს უწევთ, როცა ჯანმრთელობა ესე გაუარესდათ, დაკარგეს სამსახური, ბუნებრივია შემოსავლის წყარო და ამის პარალელურად უწევთ ძვირადღირებული კვლევების ჩატარება, ხო? შესაბამისად არიან უმძიმეს მდგომარეობაში და მათ სახელმწიფო რამეს კი არ უნაზღაურებს, ან ეხმარება, ან მე მოგაყენე ზიანი, ალექსი თირქიას არ უნაზღაურებს ოპერაცია, სადაც პირდაპირ აღარ ჭირდება ზედმეტი გამოძიება და კვლევა, ხო? და ამ ადამიანებს არა. მიზანი მე როდესაც ეს ადამიანებს მოუწოდე, მიზანი არის ის, რომ ამ შემთხვევაშიც მე ვაპირებ, რომ ჩემი პროფესიული ცოდნა და უნარჩვევები გამოვიყენო. ჯერ პირველ რიგში მოვახდენ ამ ინფორმაციების დოკუმენტირებას, შეგროვებას და იმის და მიხედვით რა სურათიც მექნება, მე ამ ადამიანებს მე სტრატეგიას შევთავაზებ, რა შეუძლიათ რომ გააკეთონ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, რა სამართლებრივი მექანიზმების გადადგმა არის შესაძლებელი, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია განვიხილოთ საკითხი როგორც სისხლის მიმართულებით ერთიანი საჩივრის ფარგლებში, ასევე სამოქალაქო მიმართულებით, ხო? ნუ სისხლის გავლით სამოქალაქო ან მხოლოდ ესეთ წვრილმან დეტალებში ხა და იურიდიულ წიაღსვლებში არ შევალ, თუმცა აქაური ეტაპების გავლის მერე არსებობს ასევე საერთაშორისო მექანიზმები და საერთაშორისო ინსტიტუციები. მე მგონია რომ ჰააგასთან დაკავშირებით არის პერსპექტივა, თუმცა თინას დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ხმამაღალი განცხადებების კეთება და ცრუმოლოდინების გაჩენა, უბრალოდ უნდა მივყვეთ ჩვენ პროცედურებს და პროცედურები და შედეგები თვითონ ილაპარაკებს საკუთარ თავზე. აქ ერთი ნიუანსი მინდა აღვნიშნო, იმიტომ რომ ამ ადამიანებიდან, ვინც მე შემეხმიანა, 3 ადამიანს დაზიანებები მიღებული აქვს ეგრეთ წოდებული რუსული კანონის, ანუ გაზაფხულის აქციებზე, მარტის აქციებზე, დიახ, აი ერთ ყური აქვს მაგალითად ყურის ნიჟარა გაუზღდა და შესაბამისად ეს გაძლევთ ეჭვის საფუძველს რომ ეს მაძლევს ეჭვის საფუძველს რომ შესაძლოა ეს ნივთიერებები გამოიყენებოდა არა მხოლოდ ნოემბერ-დეკემბერში, არამედ სხვა დროსაც, იმიტომ რომ 3 შემთხვევა არის მარტის და სწორედ დღეს გამომეხმაურა ამ საღამოს ახალგაზრდა ქალი, რომელიც დაზიანებები და ალერგიული ასე მძიმე დაზიანებები მიიღო, როგორც მან მითხრა 4 ოქტომბრის აქციაზე. აი ეხლა სწორედ მე ველოდები ამ მტკიცებულებებს ჯერჯერობით, მე ესე დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვამბობ, იმიტომ რომ მე უნდა ვნახო შესაბამისი დოკუმენტაცია. ამას არა მარტო მე, არამედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთადაც აუცილებლად შევაფასებთ, იმიტომ რომ მე არა მაქვს სამედიცინო განათლება, მაგრამ ყავს ჩვენ პარტიაში ჯანდაცვის მიმართულება, რომელიც უზრუნველყოფს რეჟიმის პირობებში, აგერ ექიმები დაბარებული მივიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ შიშის გამო ქვეყანაზე, ანუ ქვეყნის დაკარგვის უფრო მეშინია სიმართლე რო გითხრათ, ვიდრე რაღაცა პერიოდი თავისუფლების დაკარგვის, ფიზიკური თავისუფლების, თორე თავისუფლებას ჩვენ ესენი ვერ წაგვართმევენ. ახლა მკითხვა მაქვს ასეთი, ყველა საერთაშორისო, ესე იგი, სტანდარტით წყლის ჭავლში რაიმეს გარევა არ არის რეკომენდებული. იმიტომ რომ წყლის ჭავლი ისედაც ასრულებს იმ ფუნქციას, რა ფუნქციითაც ის მასების დასაშლელად გამოიყენება. რა საჭიროა საერთოდ რომელიმე ნივთიერების გარევა წყალში? მე მეცაც კეთყვით. როდესაც ხდება რაიმე ნივთიერების გამოყენება ან ზოგადად ამ ძალის გამოყენება, თუ რა მასალა იქნა გამოყენებული, აუცილებლად ამის შესახებ უნდა იყოს ინფორმირებული მინიმუმ ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები, იმიტომ რომ რაიმე შესაძლო დაზიანება თუ შეიძლება რომ მოყვეს, ექიმებმა უნდა იცოდნენ, რას უმკურნალონ და რაზე მოახდინონ რეაგირება. აი აქ გაგაწყვეტინებ, ყველაზე მეტად რაზეც ჩიოდნენ ჩემი რესპონდენტები არის ის, რომ
დღემს ხომ არ ვიცით, მაგრამ როცა სასწრაფო დახმარების მანქანებში ვხვდებოდით, ექიმები გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ არ ვიცით ეს რა არის. იმიტომ რომ ექიმს უნდა კონდეს პროტოკოლი რა არის, რომ ან ანტიდოტი გამოიყენოს, ან შესაბამისად უმკურნალოს. ექიმები ამბობდნენ, რომ ჩვენ არ ვიცით. კი, მე მახსოვს ზუსტად ეს დღეები, გარდა იმისა, რომ აქციაზე ვიდექი, იყო პერიოდი, რომ ოფისშიც ვიყავი, ჩვენ მაშინა პარტია ახალს ოფისი ქონდა სწორედ ბესიკის ქუჩაზე და ეს ბესიკის ქუჩა ფრონტად აქციეს, ფაქტობრივად იქ ლაგდებოდა ეს სპეცრაზმი და ადამიანები, რომლებიც წინა ხაზზე იდგნენ, საკუთარი ხელით ყავს აყვანილი, გარიდებული და ეს პირველადი დახმარება აღმოჩენილი და მე პირადად არასოდეს არ დამავიწყდება, ორი ჩემი მეგობარი კინაღამ ხელებში ჩაგვაკვდა, იმდენად მძიმე იყო, გონზე მოვიყვანდით და ეცემოდნენ, გონზე მოვიყვანდით და ეცემოდნენ. კოორდინაციის უნარი ჰქონდათ მოშლილი, სასწრაფოს დეძლივს მიყვავდა ადამიანები და იმაშიც შემოდიოდა, ეკიპირებაში შემოდიოდა, ეს გაზი აღწევდა შიგნით და იყო ძალიან მომწამლელი. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და ეს არის ერთადერთი ძალა, პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართულ ძალას გულისხმობ რუსულისგან განსხვავებით, იმიტომ რომ 9 აპრილს რუსებმა მოგწამლეს ჩვენ და დღეს დიდი ალბათობით სწორედ მოწამლა ნამდვილად ამათი მხრიდან განხორციელდა, უბრალოდ დიდი ალბათობით ვამბობ, რომ სავარაუდოდ მოწამლა განხორციელდა, სანამ მართლა რამე მტკიცებულება არ იქნება, ეს იურიდიული სიფრთხილე მაინც ყოველთვის მაქვს ხოლმე თან. ამ ყველაფერს ეს არის უპატიებელი. ამის პატიება არ შეიძლება და ამას უნდა მოყოლოდა ორი ტიპის პასუხისგებლობა, ხო, ერთი სამართლებრივი პასუხისგებლობა და ერთი პოლიტიკური პასუხისგებლობა. პოლიტიკურ ნაწილში დღეს უკვე უნდა იყოს გადამდგარი სრული შემადგენლობით ეს არალეგიტიმური პარლამენტი და გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში აი ეს ნამდვილად არის საფუძველი აკრძალვის, რის გამოც შეიძლება რომ პარტია აიკრძალოს და არა ის აბსურდი, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანის ფარგლებში ახდენენ ეს ძალა, ასე ვთქვათ, ოცნება, რუსული ძალა, რომელიც ახორციელებს ველის მოწმენდას და მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას. ყველაზე მეტად ამათ უნდათ სწორედ პროტესტის დაშლა, იმიტომ რომ ნორმალიზებაში უშლიდა დღეს მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებაში უშლიდა ხელს და ხედავთ ეხლა ვიგებთ თურმე რა ყოფილა გამოყენებული. ის ნებისმიერი განცხადებები, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, დამადასტურებელი განცხადებები, რომელსაც ესენი ამბობენ სხვადასხვა დროის ინტერვალში, მხოლოდ აძლიერებს ეჭვს, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული ქიმიური რაღაცა ნაერთი, რომელმაც გამოიწვია მით უმეტეს, როდესაც ათობით ადამიანი, მინიმუმ ათობით, რომ მე ათობით ადამიანის მონაცემი მაქვს დადასტურებული ამ შემთხვევაში, ათობით ადამიანი მიუთითებს და არა მარტო მიუთითებს, ადამიანებს ცხოვრება დაენგრათ. ორი დღეა ისეთ ისტორიებს ვისმენ ადამიანი გავიდა აქციაზე სამშობლოს სიყვარულით და ცხოვრება გაუფუჭდა. ანუ ჯანმრთელობა დაკარგა, მოეშალა. ეს არის წარმოუდგენელი სიბოროტე და ამას მოყვება სამართლებრივი პასუხისგებლობა, ანუ პოლიტიკურზე ვისაუბრეთ და სამართლებრივი პასუხისგებლობა, რაც არის იგივე სისხლის სამართლის წესით ქვეყნის შიგნით იქნება თუ საერთაშორისო მიმართულებით და ქვეყნის შიგნით, აი თქვენ რო ამბობდით პასუხისგებლობაზე, ვინ გამოიყენა და მერაბიშვილი დღეს რაღაც აბსურდი მორიგი მოვისმინეთ, რომ თურმე ერთადერთი პასუხისგებელი პირი იქნება წინა ხელისუფლების წარმომადგენელი. თუ შეძენა მოხდა, პასუხისგებელი ისიც იქნება კი გამოყენებაში შეძენაზე გამოყენებაში როგორ შეიძლება იყოს აქ პასუხი იმიტომ დავშვი ეს კითხვა რა შუაშია მერაბიშვილი რომ კობახიძე ამბობს რომ თუ დადასტურდა რომ ჩვენ გამოვიყენეთ ეს ნივთიერება რაღაც ამ შემთხვევაში აკრძალული პასუხისმგებელი იქნება მერაბიშვილი ვინც გამოიყენა არის ის პასუხისმგებელი და პოლიტიკური თანამდებობის პირები არა მარტო მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი არამედ პრემიერ-მინისტრიც მაშინდელი იმიტომ რომ მათი ის ვალდებული იყო რომ ცოდნოდა, აქ არ ვიცოდი, ჩემს გარეშე მოხდა, არა, ვალდებული იყო, რომ ცოდნოდა ამის შესახებ და რა თქმა უნდა, რიგითმა ადამიანებმაც არ უნდა დაივიწყოთ, რომ იმ პოლიციელებმა, რომლებიც გაურიეთ, სპეცრაზმის წარმომადგენლება თუ ვინც იყვნენ, გამოიყენეს, მიიტანეს იქამდე, ინახავდნენ და არ ამბობდნენ ამის შესახებ, რომ ასეთი ნივთიერება არსებობდა. ყველა ეს პირი პასუხისმგებელია სისხლის სამართლებრივი წესით და პასუხისმგებლობების დრო დადგება, ახლოვდება, უბრალოდ ისეთ წითელ ხაზზე არის უკვე ოცნება, საიდანაც მარტივი დაბრუნება არ იქნება. მადლობა მარიკა არევაძეს.